გასაგებია რომ ქვეყანაში ანუ მე იმას კი არ ვამბობ რომ ქვეყანაში არ არიან ესეთი სტუდენტები პირიქით ქვეყანაში ძალიან ბევრი სტუდენტი არის ეგეთი ძალიან სულ დღეში არის ჩვენი განათლების დონე ქვეყანაში და ანუ იმის მაგივრად რომ ჩვენ ამაზე ვილაპარაკოთ თუ როგორ დავეხმაროთ ჩვენ ახალგაზრდებს რომ უფრო კაი განათლება მიიღონ, უფრო განათლებულები იყვნენ, უფრო კარგ უნივერსიტეტებში სწავლობდნენ ჩვენი უნივერსიტეტები, რომ უფრო კარგად ასწავლიდნენ და ასე შემდეგ, მხოლოდ ვაკრიტიკებთ და ვაკებთ ინდოელებს და აი ერთი მაგალითი მინდა ვთქვა, რომ აი რატო არავინ არ ლაპარაკობს მაგალითად ჩემი კლასელი არის ნატალია ლეჟავა, რომელმაც 70-დან 70 ქულა აიღო ბიოლოგიაში. და დარწმუნებული ვარ, ბევრი იქნება, ეს უბრალოდ ჩემი ნაცნობი იყო და მე ვიცი, რომ ჩემი ნაცნობი მეგობარი ნატალია ლეჟავა აიღო 70-დან 70 ქულა. ხო და ეხლა ბოდიშით ანუ აი მართლა ისეთ სიტუაციაში ვარ რომ აი მართლა არ ვემზადებოდი საერთოდ არ ვილდებოდი ეხლა იმას რომ ვიდეო ხმა მიქნებოდა ჩასაჭრენ წერი როცა ხმას ვიწერ ვემზადები სერიოზულად და შეიძლება ეხლა უკრან გესმოდეთ რაღაც ხმები ან რაღაცა ხო და ისე რა ქვია ტელეფონი დავიწერ ეხლა ხო და იმის თქმა მინდა რომ მარტო ჩემმა მეგობარმა ნატალია ლეჟავამ კი არა ნუ აი ძალიან ბევრმა შეიძლება არ ვიცი ზუსტად, მაგრამ არსებობენ ახლა უცხო ენებში რომ აი ეს მაღალი ქულები რაღაცა და აი ეს არც მე არ მინახავს არც ერთი იმედის, არც ერთი პოსტების, ანუ არც ერთი ქართული ოცნების პროპაგანდისტური მედიის დადებული პოსტი, სადაც აი ამ ხალხზე ლაპარაკობენ და ინდოელებს რო იცავენ და ქსენოფობებს რო გვეძახიან და რუსებს რო იცავენ, აი იმდენს გაჩვენებთ რომ რავიმე, აი მთელი ფაილები მაქვს მაგისი და აი ქართულ სტუდენტებს რომ აქებენ და რომ იმაშვებიან რომ აი ამან აი ესეთი მაღალი ქულები აიღეს და რაღაცა აი ესეთ პოსტებს რატომღაც ვერ ვხედავთ ქართული ოცნების წარმომადგენლებიდან და აი ძალიან მაინტერესებს რატომ ძალიან მაინტერესებს თუ აი რა დავაშავეთ და აი ძალიან მაინტერესებს თუ რა უნდათ აი რას იღებენ ამით აი მართლა გონიათ თუ არა რომ ეს არის ის გზა რომელსაც უნდა გაყვენ ბოლომდე და ну ამ მიტინგების გამო ხო საერთოდ მთელ ახალგაზრდობას გაუნათლებელს და რევოლუციონერებს გვეძახიან